მოგესალმებით. ეს არის გადაცემა კონტაქტის სივრცეში, მე კი მისი წამყვანი ნუკრი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ შეიძლება არა აქტუალურ საკითხზე, მაგრამ ჩვენთვის ძალიან საინტერესო საკითხზე. ეს არის ისტორია და კონკრეტულად კი ფეოდალიზმის ისტორია. ჩვენი სტუმარი არის ისტორიკოსი ბაჩო ჩურღაია. გამარჯობა ბაჩო. გამარჯობა ნუკრი. ზოგადად ფეოდალიზმი საკმაოდ ისეთი ცნება არის, ბევრისთვის ხშირად გაუგებარი. სკოლაში რო სწავლობდით, მაშინ, როდესაც ფეოდალიზმი უახლოვდებოდით, ხო? იქ მეგონი მე-6 კლასში, მე-6 კლასში ჩვენ შემთხვევაში. იქ უბრალოდ იყო აღწერილი იერარქია, ფეოდალური იერარქია. მაგრამ თვითონ რას ნიშნავს ფეოდალიზმი, როგორია ფეოდალიზმი, ხშირ შემთხვევაში ჩვენთვის ცოტა გაუგებარი იყო სტუდენტობამდე. მოდით ჯერ დავიწყოთ თვითონ ტერმინის ანალიზით, რა არის ფეოდალიზმი. არსებობს ბევრი სკოლა მართალია, მაგრამ მოდი თითოეულ სკოლას რაღაცნაირად შევეხოთ. მე მგონი სტუდენტობის დროსაც ცოტა ისე იყო. გაუგებარი. ხო, გაუგებარი, იმიტომ რომ ნათლად იმის დანახვა თუ რა იყო ფეოდალიზმი ძალიან ჭირდა, ხო? იგივე სკოლაში მით უმეტეს. სკოლაშიც და შეიძლება სტუდენტობისაც და ან დღესაც კი ძალიან ბევრს ფეოდალიზმი წარმოუდგენია როგორც ციხე-დარბაზები, რაღაც ციხე-სიმაგრეები, ადამიანები, რომლებსაც აცვიათ რკინის აბჯარი, ხმლები, დიდი ხმლები და ბალები, მასკარადები და იერარქიული სისტემა, ჰერცოგი, გრაფი, მარკიზი, მაგრამ ფეოდალიზმი ამაზე მეტია, ხო? და შესაბამისად, ამ ფეოდალიზმის გაგება მართლა ბევრჯერ არსებობს, მაგრამ თუ ჩავალ თვითონ ფეოდალიზმის ისტორიაში როგორც ტერმინში, ანუ ტერმინი დღესაც კი ალბათ დამეთანხმები არის უარყოფითი დატვირთვის. ანუ როცა გვესმის ფეოდალიზმი, ან წარმოგვიდგენია როგორც აი ეს იერარქიული სისტემა და სასახლეები და ეს გართობა და ამასთან ახლავს ის, რომ ეს არის უარყოფითი მოვლენა, როგორც საქართველოს ისტორიაში, ასე ევროპის ისტორიაში, რომელიც ასოცირდება ბნელშუა საუკუნეებთან, განუვითარებლობასთან, ეს დაუბანელი ფეოდები, ფეოდალები, დადიოდნენ აქეთ-იქით, ერთმანეთს ხოცავდნენ, კლავდნენ, გაუნათლებლები, რომლებიც მხოლოდ რაინდულ ტურნირებზე გამოდიოდნენ, იყვნენ ჭუჭყიანები, დაუბანლები. და დღეს სხვათა შორის აი ბევრს წერენ ხოლმე სოციალურ ქსელებში, რომ აი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ეს კაპიტალიზმი კი არ არის, ეს არის ნეოფეოდალიზმი. ანუ უარყოფითი კონოტაცია აქვს. უარყოფითი. და აი ეს საინტერესოა, რომ ეს უარყოფითი კონოტაცია ფეოდალიზმმა შეიძინა განმანათლებლობის პერიოდში. ანუ მანამდე დარწმუნებული ვარ, ახლა დროის მანქანა რო არსებობდეს და რო გადავიდეთ უკან, იქ ფეოდალიზმის ეპოქაში რო იყოთ, არავინ არ გვეტყოდა, რომ ეს არის ფეოდალიზმი. იმიტომ რომ ესეთი ტერმინი საერთოდ არ არსებობდა. და არავის არც ერთ ჰერცოგს, ან გრაფს, ან თავადს, აზნაურს, ერისთავს არ წარმოედგინა თავი, როგორც მე ვარ ფეოდალი. ეს არის უფრო, როგორც აღნიშნე, განმანათლებლობის ეპოქის ტერმინი, რომელიც თავისთავად მოიცავდა უარყოფით დატვირთვას და ზუსტად იმიტომ, რომ ეს იყო მათთვის ის სოციალური ნორმა, რომლისგან გაქცევაც უნდათ, ანუ ფრანგებს ამ შემთხვევაში. იგივე ფეოდალიზმის ძალიან კარგ გაგებას ხვდებით მონტესკიესთან, ხო? მაგრამ ხვდებით ასევე ისტორიკოსთან, გიზოსთან, რომელიც ფეოდალიზმს რამდენიმე საფეხურებად აყალიბებს და რაღაცა 3 განმარტება შემოაქვს, თუ რა არის ფეოდალიზმი. ეს არის მიწის ფლობელობის პირობითობა, იერარქიული სისტემა და საკუთრების და ძალაუფლების ერთობლიობა. მაგრამ ეს არის ფეოდალიზმის გაგება როგორც იერარქიული და სოციალური სისტემა, რომელიც ესეთი სრულყოფილი სახით გვხვდება საფრანგეთში. მაგრამ ამ შემთხვევაში საფრანგეთშიც არ გვხვდება სრულყოფილი სახით, ხო? იმიტომ რომ მაგალითად განსხვავება არსებობს ჩრდილოეთ საფრანგეთსა და სამხრეთ საფრანგეთს შორის. ან იგივე თუ უფრო კიდე ფართოდ ავიღებთ, თვითონ ევროპაშიც კი ეს ფეოდალიზმი ერთგვაროვანი არასდროს არ ყოფილა. იგივე ფრანგული ფეოდალიზმი განსხვავდება ინგლისური ფეოდალიზმისგან, განსხვავდება იტალიური ფეოდალიზმისგან ან გერმანული ფეოდალიზმისგან. განსხვავებულია ესპანეთშიც. ანუ ეს სტრუქტურა ასე ვთქვათ, პირამიდა კი არსებობს, მაგრამ რაღაცა ელემენტები გამოტოვებულია. მაგალითად, იგივე ჩრდილოეთ იტალიაში ან სამხრეთ საფრანგეთში უფრო განვითარებული იყო ეს ქალაქური კულტურა, ხო? ეს რომანიზირებული მოსახლეობა იყო უფრო და ეს რომაული კულტურა უფრო მეტად იყო მათში. ჩრდილოეთ საფრანგეთი, ინგლისი ან გერმანია საერთოდ განსხვავებულია. ანუ აქ უფრო ეს ბარბაროსული სახელმწიფოების ელემენტები იკვეთება და მათი კულტურა და ტრადიციებია გადმოტანილი. ამიტომ თვითონ
ფეოდალიზმი როგორც იერარქიული სისტემა და სოციალური მოვლენაც კი ევროპულ სისტემაშიც არის განსხვავებული და არ არის ერთგვაროვანი. მაინკოდაც არის ხოლმე, ხა გახსოვს ალბათ სკოლაშიც ან თვითონ ისტორიულ ფაკულტეტზეც იყო ესეთი რაღაცა, რომ ქონდა კი საქართველოში ფეოდალიზმი, ან ისეთი სახით იყო ფეოდალიზმი საქართველოში, როგორც ეს იყო საფრანგეთში, ანუ არ ყოფილა. ანუ პირდაპირ გაგებით ის რაც იყო საფრანგეთში განვითარებული ფეოდალიზმი, ხო, ესეთი არსად არ იყო ევროპაში. ის რაც იყო იტალიაში, არსად არ იყო იტალიის გარდა. ის რაც იყო საქართველოში, იყო საქართველოში, იმიტომ რომ ეს ქართული მოვლენაა. ამას შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში იმ სისტემას რა სისტემაც იყო, მაგალითად მე-15 საუკუნემდე, რამდენად შეიძლება ეწოდოს ფეოდალიზმი, იმ გაგებით, რა გაგებითაც საფრანგეთში უწოდებდა. ანუ ისტორიული გაგება როგორიც არის ფეოდალიზმის, ხო, მაგრამ არსებობს მეორე გაგებაც. ეს არის რაღაც იურიდიული, ან დავარქოთ მარქსისტული, რომელიც გულისხმობს მიწის მფლობელობის ფორმას. ეს არის პირობითობა მიწის მფლობელობის, ხო? ან მაშინ ამ გაგებით ბიზანტიას შეიძლება ფეოდალური. რა საკურველია, ბიზანტიაც, ირანიც, შორეულ აღმოსავლეთშიც კი, ჩინეთიც და იაპონიაც არის ფეოდალური ამ შემთხვევაში. ანუ ფეოდალიზმს ჩვენ როგორც თუ ავიღებთ, როგორც მარქსისტული განმარტება რაც არის, არაეკონომიკური იძულება, ექსპლუატაცია ქვედაფენების, ხო? ამ შემთხვევაში ფეოდალიზმი აი ამ სტრუქტურულ ჩარჩოში გვხვდება ყველგან. და ეს არის ერთგვაროვანი საფრანგეთშიც, ბიზანტიაშიც, საქართველოშიც და იაპონიაშიც. სადაც არსებობს მიწის მფლობელობის ფორმა, რომელსაც ფლობს ერთი პიროვნება და მას იგი ექსპლუატირებას უწევს ამ მიწაზე მცხოვრებ სხვა ხალხს. ხო, მაგრამ ეგეთი სისტემა, ესეთი ფლობა ფეოდალიზმამდეც ანტიკურობაში, ელინიზმში მისი ელემენტები ხდება, ხო? მაგრამ იმ სისტემას არ უწოდეთ. ხო, იმას უწოდეთ მონათმფლობელობას. ხო, აქ კიდე თავარი ეგ არის, ანუ ჩვენ როცა საუბრობთ ფეოდალიზმზე ზოგადად, ეს ფეოდალიზმი არ გამორიცხავს მონათმფლობელობის ელემენტებს. მაგალითად, იგი ევროპაში მე-11 საუკუნემდე გვხდება ჩვენ ის მონები და მონათმფლობელობის ნიშნები, ხო? იგივე სალიკურ სამართალში გვხდებიან ჩვენ იქ მონები არიან. ანუ მონობა რომის იმპერიის დაცემასთან ერთად არ გამქრალა. ისევე როგორც ფეოდალიზმი არ იწყება ეგრევე, როცა სრულდება რომის იმპერია. ფეოდალიზმი რომის იმპერიაში უკვე არსებობდა გარკვეული სახით. და შეიძლება არა აი ფეოდალიზმის სტრუქტურული სოციალური სისტემა, მაგრამ აი ეს როგორც ეკონომიკური ფორმაცია უკვე შემოდის და ნელ-ნელა ხდება და სხვათა შორის ეს ჯერ კიდევ დიოკლეტიანემ დაიწყო. აი იმ ცნობილმა დიოკლეტიანემ გიორგი წმინდა გიორგი რო აწამა. ზუსტად მაგ დროს იწყება ეს ფეოდალიზმის ეს ნიშნები. ანუ რომის იმპერია რითი ხასიათდება და რა არის რომის იმპერიის ეკონომიკური სიძლიერე? ეს არის მონათა მუდმივი შემოსვლა დაპყრობითი ომების ხარჯზე. ნუ მე მონიშრომა. ნუ კიდე ეკონომიკის ესე ვთქვათ დივერსიფიკაცია ის რომ კონკრეტულ რეგიონში ვიწრო რაღაც პროფილური მეურნეობა იყო განვითარებული. თელი შუა ზღვის ისა ხმელთაშუა ზღვის აუზის გაერთიანება. ხო, ესეთი რაღაცა მანამდე არ მომხდარა და არც ის მე, ხო, როცა აი მთელი ეს აუზი ერთი მმართველობის ქვეშ არის. და ეს ეკონომიკური გაცვლა გამოცვლა ეს ვაჭრობა არის გაცხოველებული და რეგიონების შორის ხდება. ორი პერიოდი შეიძლება იყოს ეს. ხო, მაგრამ ბიზანტიის იუსტინიანეს ხო, მაგრამ იუსტინიანეს პერიოდშიც ეს მაგალითად ესპანეთის ნაწილი. ანუ მთელი ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ერთი მმართველობის ქვეშ იყო მხოლოდ და მხოლოდ რომაული იმპერიის დროს. შეიძლება ითქვას, რომ რომის ზუსტად, ანუ კი ჰქონდა მცდელობა იგივე ბიზანტიის იმპერიას, იგივე ოსმალებს ჰქონდათ ეს მცდელობა და რაღაცა დიდი ნაწილი ჰქონდათ, ну არა იუსტინიანეს მსგავსი, მაგრამ რაღაცა ნახევარზე მეტი. თუმცა ისე რომ მთელი ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ერთი მმართველის, ერთი იერარქიული სისტემის ქვეშ ყოფილიყო, ეგეთ რაღაცა არ მოხდა. რომის დროს ეს მოხდა, ანუ ეს ეკონომიკური ვაჭრობა, გაცვლა-გამოცვლა, იგივე როცა ვიცით, რომ ეგზეთისხილი კონკრეტული რეგიონიდან მოდის, ყურძენი კონკრეტული რეგიონიდან, პურის ბეღელი იყო ეგვიპტე, ხო? ანუ ეს ხდება და ამას ამუშავებს ვინ? დიდი მიწათმფლობელები, რომლებსაც აქვთ ეს დიდი ლატიფუნდიები და აქ დასაქმებული მონები. უამრავი მონა. ანუ და ამ შემთხვევაში რაც უფრო მეტი მონაა, ანუ აქაც მოქმედებს ეს კაპიტალიზმის კანონები. ბევრი მონა ნიშნავს იაფონოს. იმიტომ რომ ბაზარზე არის მოთხოვნა, რაც უფრო ბევრია, უფრო იაფია. რაც უფრო იაფია მონას ყიდვა, შესაბამისად მის მიერ წარმოებული პროდუქტიც იაფია. მაგრამ ეს იაფე განპირობებულია იმით, როგორც აღნიშნე, რომ არის საბოლოო დაპყრობითი ომები. პრინციპში იმპერატორ ტრაიანეს დროს შემდეგ მაინც ესეთი დაპყრობითი ომები ხო და ის ზუსტად მაგის მერე იწყება რომაული კრიზისი.
და ეს რომაული კრიზისი უკავშირდება ზუსტად ამას, რომ ანუ მთელი რომ ესე ეგეც ვისწავლეთ კიდეც, ხო, რომ პირველი ესეთი ეკონომიკა, რომელიც შექმნეს, ეს პარაზიტული, ასე ვთქვათ, იყო ჯერ კიდევ ასურეთში, ხო, მილიტარისტული, რომლებიც აი ამ დაპყრობებზე და მოპოვებულ ოქროზე იყო. ამ შემთხვევაში რომი იყო აი ამ მოპოვებულ მონებზე იდგა მთელი ეს ეკონომიკა. არ შეელო, ესე იგი, დიდი ხანი მშვიდობიანი პერიოდში ესეთ ეკონომიკას იარსებდა. მისთვის იყო აუცილებელი ის, რომ მონათა დიდი ნაკადი შემოსულიყო იმპერიაში, რათა აი ეს მოთხოვნა ბაზარზე არსებული მონების დაეკმაყოფილებინა. ანუ მონოშრომაზე იდგა. მაგრამ თუ დავხედავთ რუკას, ანუ რომი ამ ტრაიანის მერე თუნდაც შემოსაზღვრულია, ხო, იქ დიდი კედლების შენება დაიწყეს. ლიმესების შენება დაიწყეს ჩრდილოეთში, ან იქით ატლანტის ოკეანეა, სამხრეთში, აფრიკაში, საჰარა და იმის დაბლა ვერ ჩადიან, გარკვეული მცდელობა ჰქონდათ, ხო? ეგვიპტეში უფრო ქვემოთ ელაშქრათ ეთიოპიისკენ წასულიყვნენ და არის დაფიქსირებული ეს მოვლენები, ან იგივე არაბეთის ნახევარკუნძულზეც და რაღაცა დიდი ექსპანსიებიც ჰქონდა, მაგრამ თუ დავაკვირდებით იგივე რუკას, აქ ძალიან კარგად ჩანს, რომ აღმოსავლეთის საზღვარი არსებობს იგივე ჯერ პართიასთან, მერე სასაინდურინანთან და მორჩა რომის ექსპანსია უკვე ვეღარ ხორციელდება ვერცერთი მიმართულებით. ანუ მაქსიმალურ საზღვრებს მიაღწია, მაქსიმალურად გაფართოვდა და ამის იქით ვეღარ მეტის. შესაძლოა მარქსმა მერე სწორედ კაპიტალიზმის კრიზისის ერთ-ერთი მიზეზად ეს ბაზარი როდესაც ვეღარ ფართოვდება, კაპიტალიზმის პრინციპში ეგ არის რა. კაპიტალიზმი არსებობს იქამდე, სანამდე არსებობს ეს გლობალური ბაზარი, მაგრამ შემდეგ ეს როდესაც უკვე აღარ გადის საზღვრების იქით, რაღაცნაირად საზღვრებში შემოიფარგლება. აი შემდეგ იწყება კრიზისი. პრინციპში ეს კრიზისი აქ როგორც მონათფლობელობას, ისევე გარკვეულ ფეოდალის, ახლა კაპიტალიზმს დღეს პრინციპში ვაკვირდებით. მოდი ესეთ დავიწყოთ, ახლა დავუბრუნოთ ფეოდალიზმს. ჩემ წარმოდგენაში ფეოდალიზმის საწყისი მაინც არის, ეგ რამდენად შეიძლება მართალია, შეიძლება კინოების გავლენა არის, ან ლიტერატურის, ხატრული ლიტერატურის გავლენა არის. არის მაინც რაღაცა რეკეტის სისტემა, რომ არსებობს აი რომის იმპერიის შემდეგ, დანგრევის შემდეგ, ბარბაროსები მოვიდნენ, ადგილობრივი მოსახლეობა არ ემორჩილება, არ მოწონს ყოველ შემთხვევაში, იმისთვის რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობა აიძულო რომ გადაიხადოს გადასახადი, ერთი მხრივ შენ საკუთარ რაღაცა საბრძოლო საძმოთი ან სხვადასხვა ესეთი რა ვიცი, გასამხედროებული მცირე ჯგუფით ახდენ სხვადასხვა სოფლის ამ შემთხვევაში ან დასახლებული პუნქტის ერთი მხრივ რეკეტირებას, მეორე მხრივ ეგრეთ ვთქვათ, აი თანამედროვე ესე იგი ტერმინებით რო ვიყავ კრიშა ხდები, ხო? ესა საფუძველი. შემდეგ ეს უკვე იურიდიულად ფორმდება, ეს ფორმდება შემდეგ უკვე ეკონომიკურად, სოციალურად და პოლიტიკურად. მაგრამ დასაწყისი საბოლოოდ ის არის, რომ ის ვინც მოდის და ვინც ხვდება, მათ შორის აუცილებლად არის რაღაცა კონფლიქტური მდგომარეობა. სხვათა შორის, ანუ რაღაც მხრივ მართალი ხარ, აი თუ დავაკვირდებით პირველ ფეოდალებს. პირველ ფლობელებს, მიწის ფლობელებს, ყველა არის თავზე ხელაღებული არამზადა, ანუ ავანტიურისტი, რომლებიც უქონლები არიან, არაფერს არ ფლობენ, გარდა იმისა, რომ იციან იარაღის კარგად ხმარება. და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხვებზე ძალადობენ და ძალადობენ უფრო კარგად. ანუ რას გავს, იცი, ჰაკერის და ანტივირუსის ურთიერთობას. ანუ იქმნება რაღაც ვირუსს ქმნის ჰაკერი და მე იქმნება ანტივირუსი, ხო? ანტივირუსი რო შეიქმნება, მე ესე ჰაკერი ახალ ვირუსს ქმნის. ამ ახალ ვირუსის შესაბამისად კიდე ახალი ანტივირუსი იქმნება და ასე შემდეგ. ანუ ეს ორივე ერთმანეთს აცოცხლებს. ამ შემთხვევაში ზუსტად ესე იყო. ანუ თვითონ ეს რეკეტიორები, ასე ვთქვათ, ერთმანეთს აცოცხლებდნენ. იმისთვის რომ მე ერთი რეკეტიორისგან დამეცვა თავი, მეორე რეკეტიორისგან ვეძებდი თავშეფსაფარს და ვითხოვდი მისგან დახმარებას და ისიც მპირდებოდა დახმარებას გარკვეული ურთიერთობების სანაცვლოდ. მაგრამ ამ შემთხვევაში, ანუ პირველი ადამიანი აი ამ პოსტრომაულში არა, ჯერ კიდევ რომაულში იყო დიოკლეტიანი, რომელმაც აი ეს იძულების სისტემა შემოიღო. ანუ როგორც აღვნიშნეთ, დაიწყო კრიზისი, ხო? ამ კრიზისმა გამოიწვია ის, რომ ბაზარზე მონები შემცირდა. მონები რო შემცირდა, ამან გამოიწვია ის, რომ წარმოების საშუალებებმა იკლო. და იმდენი წარმოება აღარ ხდება, იმდენი პროდუქტის წარმოება აღარ ხდება იმპერიაში, როგორც მანამდე. ამიტომაც ეს ლატიფუნდიების ფლობელები უკვე ნელ-ნელა ხვდებიან იმას, რომ ამდენის წარმოებას, მანამდე თუ აწარმოებდი 1000, 100 ჩემთვის იყო და 900 გამქონდა ბაზარზე, ქალაქებში, 100 ჩემთვის საკმარისია და ამ 100-ისთვის მე საკმარისი მონა მყავს. შესაბამისად ის მოსახლეობა და ვიცით ეს ხო რომ რომაული საზოგადოება და რომაული ცივილიზაცია იყო ქალაქური ცივილიზაცია და ქალაქში ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი, ანუ უფრო მეტი არის ქალაქში ვიდრე ურბანულ ზონებში, ისე რურალურ ზონებში. შესაბამისად ეს ხალხი ვინც ქალაქში ცხოვრობს, მას საჭმელი აღარ აქვს.
აღარც ის პური არსებობს და სანახაობა, რომელსაც პირდებოდნენ. ამიტომ ეს ხალხი მიდის სოფელში და თავშესაფარებს ეძებს აი ამ ლატიფუნდიების მფლობელებთან, რომლებიც მას რენტის სახით აძლევენ მიწას. და აი აქ უკვე ხდება ეს პირველი გაელვება იმისი, რომ მონად მფლობელობას მე მგონი ჯობია აი ესეთი მფლობელობა რენტის სახით, იმიტომ რომ ის უფრო დაინტერესებულია იმაში, რომ უფრო მეტი საქონელი შექონას, უფრო კარგად აწარმოოს. მაგრამ თან აღარ გჭირდება ამ ხელა ესე აპარატი იმისთვის, რომ ეს აკონტროლო, იმიტომ ის თვითონაა დაინტერესებული იმაში, რომ ის მიწა კარგად დაამუშავოს. მაგრამ აქ მეორე მომენტია, რომ ეს ვინ არის ეს ხალხი, ეს არის თავისუფალი მოქალაქეები. და ჩვენ შორის, ანუ თავისუფალ მოქალაქესა და მიწის მფლობელს შორის არის ჩვეულებრივი რაღაც კონტრაქტი იდება, ხო? და პირობების წაყენება. როგორც კი ეს პირობა არ დააკმაყოფილებდა, ეს ჩვეულებრივად დგებოდა და მიდიოდა. თავისუფალი ადამიანის. ისე ფეოდალიზმი აროს არ ეწევა ბატონყმობით. ბატონყმობა არის მოგვიანებითი ეტაპი უკვე რაღაცა. და აი ამ ხალხს და ამ ფენას ქვიათ კოლონები. მაგრამ როგორც კი რომში გააცნობიერეს ეს, რომ იცი რა, მე მჭირდება ეს ხალხი მიწაზე რომ იმუშაოს. ანუ მე როგორც მფლობელმა, მიწის მფლობელმა ამ ხალხის გარეშე არაფერი არ შემიძლია. ამიტომაც როგორც ყველგან ხდება ეს და თანამედროვე სისტემებიც უბრალოდ ესია, ხო? სხვილ ბიზნესებს ფარველობს სახელმწიფო. ამ შემთხვევაში სახელმწიფო რომელმა სახელმწიფომ დაიწყო სხვილი ბიზნესების ფარველობა. და დიოკლეტიანემ გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც აი ამ ხალხს, ამ კოლონებს ეკრძალებოდათ მიწიდან გადაადგილება. ისინი იყვნენ თავისუფალი მოქალაქეები, მაგრამ მიმაგრებული მონები ხშირ შემთხვევაში. ბატონო და განისა მიმაგრებულები იყვნენ მიწებზე. და შესაბამისად, როცა უკვე მიწის გაყიდვა ხდება, მე ანუ ერთი მფლობელი ყიდდა მეორე მფლობელზე მიწას და მიწას მიხვდებოდა ეს ხალხი. რომლებიც იყვნენ უფლებები. აი აქ ეს არის ზუსტად ფეოდალიზმის ჩანასახი. იმ სახით, რა სახითაც ვამბობ ჩვენ, როგორც არაეკონომიკური იძულება. და საქართველოშიც რო შევხედოთ მხატვრულ ლიტერატურაში, მაგალითად დიდოსტაძის მარჯვენაში და სხვა. იქ ჩანს ძალიან ისე ყოველ შემთხვევაში ნათლად, რომ არსებობს რაღაცა დაპირისპირება ფეოდალისა და ეს როგორ თქვა თავისუფალ მეთემეებს შორის არსებობს ეს დაპირისპირება. თუმცა მოგვიანებითაც, როდესაც ქართლის საერისთავო იშლება. ჩვენ ხედავთ კახეთში. კახეთს ვინ იგდებს ხელთ ხო? არ იგდებს ფეოდალები, იგდებენ წანარები, ანუ თემი იგდებს, თემის სისტემა იგდებს და რეალურად ეს თემის სისტემა გარკვეულ კონკურენციაში მოდის ფეოდალურ სისტემასთან. აი საქართველოში და ზოგადად აღმოსავლეთში იქ დასავლეთში მათ სპეციფიური იყო, იმიტომ რომ ადგილობრივი მოსახლეობა იყო რომის იმპერიის, ყოფილი რომის იმპერიის მოსახლეობა, ხოლო ფეოდალები გახდნენ მაინც ეს ბარბაროსები მოსულები. აი საქართველოს შემთხვევაში და ისეთ ქვეყნების შემთხვევაში, რომელსაც არა გარედან მოსული ხდება ფეოდალი, არამედ შიდა ფეოდალი ხდება. რა განსხვავებაა? ნუ ამ შემთხვევაში კიდე საინტერესო რა არის, ანუ ქართულ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვამბობთ, რომ შიგნით მყოფი ხდება ფეოდალი, მაგრამ ქართულ საისტორიო ტრადიციაში ვინ ხდება ძირითადად ფეოდალი? ყველა უცხოელია. ანუ თვითონ ყოველ შემთხვევაში თვითონვე, ანუ მათ უნდათ, რომ თავიანთი ლეგიტიმაციის ხაზი გატარებული იყოს ამ მიმართულებით, რომ ისინი არიან უცხოეთი და მოსულები. ბაგრატიონები არიან ებრაელები, მამიკონიანები საერთოდ ინდოეთიდან არიან მოსულები, ხო? ბაღვაშები მგონი ჩინეთის იმას აკეთებს. ყოველ შემთხვევაში ესე ვიცი, ისე უნივერსიტეტიდან. ხო. ანუ არც ერთი არ თulis თავს ქართველად, ადგილობრივად. იგივე ვახტანგ გორგასალზე რა ვსწერთ თან მირიანზე. მიხრანი ხო, ორი ხოხოსრევანიანი ვარ. კი ბატონო და არც ერთი არ ხო, სპარსულია ხო? და ანუ იქ სპარსეთის ტახტის მემკვიდრეა მირიანი, რომელიც უარი განაცხადა თავის მემკვიდრეობაზე. ვახტანგს ვეძახით ვაჰან ხოსროთანს. აქ პრობლემა ისე რა არის? არის ბევრი თეორია, შოპენგაუერის და კიდე სხვაებიც წერენ სხვათა შორის მაგაზე, რომ ხალხს არ შეუძლია საკუთარ თავს აიძულოს. ანუ ვიღაცა საჭიროა გარედან, ყოველ შემთხვევაში იდეური მომენტი ეს. გარედან მოსული. რომ დაიმორჩილოს ხალხი, იმიტომ რომ თვითონ ხალხის შიგნით ეს ურთიერთობები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ შიდა დამორჩილება მოხდეს. ეხლა აი მაგალითად რუსეთის ისტორიის მაგალითად კი ხუმრობთ ხოლმე მაგაზე, რომ ეს რივრიკები მოიწვიეს. მაგრამ გაუხდათ ანუ ეს საჭიროება დაუდგათ, რომ გარედან მოეწვიათ ვიღაცა, რომ მათ ემართლათ მასზე, ხო? ჩვენთანაც ესე არ მოხდა ბაგრატიონების შემთხვევაში, როდესაც ერის თავარი გახდა ბაგრატიონი, ხო? ესეც პრინციპში გარედან მოწვეული იყო რაღაც ხო? ხო, ანუ იგივე მაგალითად აზოზეც იგივეს არ ამბობთ. ერთადერთი მე მგონი ვიზეც ვამბობთ, რომ ადგილობრივი იყო ფარნავაზი არის. ხო, რომელმაც ეს გააერთიანა. არა, ფარნავაზის დედის სანათესავო მაინც სპარსული არის. ნუ ახლა პირველ ქართულ, ანუ აღმოსავლურში ყოველ შემთხვევაში სპარსული კვალი და სპარსეთთან ურთიერთობები
ძალიან ჭიდრო გვაქვს, ხო, როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური და სავარაუდოდ სოციალურიც. და ძალიან დიდი ბმები გვაქვს სპარსეთთან. შეიძლება დღეს უფრო დავიწყებულია და ბმების გახსენება ძალიან რთულია ისტორიული წყაროების ნაკლებობის გამო, მაგრამ ბმები არსებობს. ეხლა მეორე ესეთი მნიშვნელოვანი შეკითხვა. ეხლა ჩვენ რაღაცნაირად ეს ურთიერთობა გარკვეულწილად ფეოდალური, რომ ეს არის გარკვეულწილად ერთი მხრივ რეკეტი, მაგრამ მეორე მხრივ დაცვის სანაცვლოდ რაღაც გადასახადების გადახდა, გარკვეული იძულებითი ფორმა, არა ეკონომიკური იძულებითი ფორმა. მაგრამ მეორე მხრივ ესე იგი, პრინციპში მე-15 საუკუნემდე ევროპაში კი იყო იგი შაკერები, კიდე სხვადასხვა ისეთი გამოსვლები, მაგრამ ის მაინც საქალაქო ხო, ნუ გლეხური გამოსვლებიც არის, რა თქმა უნდა. ეგ დიდი ანტიფეოდალური გამოსვლები მე-15 საუკუნემდე მაინც არ არის, მით უმეტეს საქართველოშიც არ არის. ეს რატომ ვერ ახერხებს, მოდი აქ მინდა გავერთიანო ეს თემაც, რატომ ვერ ახერხებს გლეხი აი ამ ფეოდალის დამარცხებას და ნუ ბოლო-ბოლო ბევრნი ვართ რა, გლეხები უფრო მეტი, იმიტომ ყველანაირი ფეოდალი, ყველაზე ისეთი დიდი ფეოდალური სახელმწიფოში ფეოდალების რაოდენობა 2-3% იყო, ხო? რატომ ვერ ვახერხებთ აი ამ 2-3%-ის დამარცხებას? მან თავარი პრინციპი რა არის, იცი? და მაინც უბრუნდება, ანუ რომი ყველგან არის. ანუ ყველა გზა მარტო რომში კი არ მიდის, რომიც არის ყველა გზაში. ანუ თავარი რა არის აქ, რომ რომის იმპერიის დაშლის შემდგომ და რომის იმპერია რა დაახლოებით ძალიან 2000 წელი იყო, ხო? თუ თავის რესპუბლიკასაც ავიღებ და მე რომის იმპერიის გაგრძელება როგორც ბიზანტიას, ხო, გააჩნია რა იმას, მაგრამ კი ბატონო, ზუსტად. ანუ თავარი რა არის, რომ ანუ აი სახელმწიფო აპარატი, როგორც ძალმომრეობის განმახორციელებელი და ძალმომრეობაზე უპირატესობის მქონე, ანუ ერთადერთი ვინც ახორციელებს ძალმომრეობას. იყო მხოლოდ რომის იმპერია. რომის იმპერიის შიგნით ყველა იყო უსაფრთხო, ანუ უსაფრთხოების სისტემა იყო რომის იმპერია. თვითონ უზრუნველყოფდა თავის ყველა მოქალაქისთვის უსაფრთხოებას, ხო? იგივე ჯარი, ჯარის ორგანიზაცია, ჯარის ჩაცმულობა, მთელი ამ სისტემის რამდენიმე ასეული 1000 ლეგიონერი ხავდათ, ხო? მათი ფულის გადახდა, მათი აღჭურვა, იარაღით მომარაგება, ლოჯისტიკა, მათი შენახვა, პენსიები, ეს ყველაფერს ახორციელებდა სახელმწიფო. მაგრამ როგორც კი რომის იმპერია დაიშალა, მაშინ ეს სისტემაც მოიშალა, ხო? აღარ არსებობს ათ ორგანიზებული ჯარი. აღარ არსებობს ათ სახელმწიფო, რომელიც გზებს დააგებს. სახელმწიფო, რომელიც ფოსტას შეინახავს. დანგრეულია მონეტარული სისტემა, ანუ აღარ არსებობს ფულადი მასა, ოქროს მასა აღარ არის სახელმწიფოში. და შესაბამისად ეს ურთიერთობები ყველაფერი არის მოშლილი. ეს იწვევდა ანარქიას. ანარქია კიდე იწვევს იმას, რომ აღარ არსებობს ხალხის ის რაოდენობა, რომელიც არსებობდა რომის იმპერიაში და ნელ-ნელა მცირდება. იგივე მაგალითად ქალაქი რომი რო ავიღოთ, ხო? სადღაც ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში უკვე მილიონამდე მოსახლეობა იყო, მაშინ როცა კარლოს დიდი ეკურთხა რომში 50,000 თუ 30,000 ადამიანიღა ცხოვრობდა ქალაქში. ანუ ადამიანების რაოდენობა მცირდება. და იმისთვის რომ შენ გქონდეს ძლიერი ეკონომიკა, ყველაზე მთავარი რა არის ადამიანური მასა. ბაზარი ხო? და ბაზარი. და როცა აღარ არსებობს დამაკავშირებელი გზები, როცა აღარ არსებობენ დიდი რაოდენობით ადამიანები, როცა აღარ არსებობს სახელმწიფო, რომელიც შენ გიცავს, ამ შემთხვევაში უკვე გჭირდება ვიღაცა, ვინც დაგიცავს. ანუ თუ ადრე რომი როგორც სახელმწიფო აღჭურვავდა ლეგიონერებს, ეხლა ადამიანებს უწევთ თვითონვე აღჭურვონ თავიანთი თავი. ამიტომაც ფეოდალურ არმიებს თუ გადავხედავთ, ეს არის რაღაცა სიზილობილოებში ჩაცმული, არა ერთგვაროვანი მასა. ყველა სხვადასხვანაირად აცვია, ხო? თუ რომაელებს შევხედავთ, ყველას ერთგვაროვანი ერთი კამუფლაჟების და გერბების კი სხვადასხვა ქონდა. ყველაფერი აბსოლუტურად განსხვავებული იყო. აი რო შევადაროთ დღევანდელი ჯარები, ეს გავს რომაულ ჯარებს. სტანდარტიზებული, ყველას ერთნაირად აცვია, ერთნაირი ფეხსაცმელი, ერთნაირი შეიარაღება, ხო? მაგრამ ფეოდალურ სამყაროში ესე არ არის. ყველა თვითონ აღჭურვავს თავის თავს. ამიტომაც, როცა მთელი ეს საბაზრო ეკონომიკა მოშლილია და როცა არ არსებობს არც ფული საკმარისი, არც იარაღი, იგივე რკინის წარმოებაც კი ძალიან რთული იყო, ხო? ამიტომ ამ გლეხს რეალურად არც აქვს იმისი, არც რაოდენობრივად არიან ბევრი. და არც ძალაუფლება აქვს იმისი, რომ რაღაცა წინააღმდეგობა გავუწიო. საუკუნეებში იყო ეს პოპულარული, ეს ალბათ ის რომ აღარ იყო განვითარებული ესე იგი კინაზე მუშაობა. ყველგან შუა საუკუნეებში ხდება რაღაცა აღმოჩენილი ხმალი, რომ რაღაცა მისტიური არტეფაქტი, როგორც რაღაც დამყრობლის
ანუ რატომ არის ამაზე? იმიტომ რომ აღმოჩენილი ხმალი უკეთესი იყო ხარისხობრივად, ვიდრე თანამედროვე. ეს ერთი და მეორე ისეთ იშვიათი იყო ესეთი რაღაცის მოძებნა, ხო? ეხლა რომში ეგეთი ლეგენდები ხმალთან დაკავშირებით, ხო? აი, რომს ხო სტანდარტიზებული ჰქონდა, ანუ რომი აწარმოებდა სტანდარტულად ერთი და იგივე ტიპის გლადიუსებს. და ყველას ერთი და იგივე იარაღი ჰქონდა. და ჩაცმულობაც კი საბჯარიც, ყველას ერთნაირი ჰქონდა. მაგრამ აი, რომაულ პერიოდისგან განსხვავებით, შუა საუკუნეებში უფრო მეტად არის, მოდი ესე ვთქვათ, მეგა და ვიწროთ ესეთი პროფესიონალიზებულის ვერ ვიტყვი, მაგრამ მისი აღჭურვილება უფრო მძიმე არის, უფრო დაცული არის რაინდი, შეიძლება ესე ვთქვათ, ვიდრე რომაელი ლეგიონერი. არის კიდე მოსაზრებები რომ ესე არ იყო, მაგრამ ყალიბდება ერთი, ნუ აბჯრის სისქე ყოველ შემთხვევაში უფრო დიდია, ვიდრე ყალიბდება ერთი ისეთი უნივერსალური რაინდი, რომლის დამარცხებაც 100 გლეხს გაუჭირდება. ნუ ძალიან ბევრი ცნობები არსებობს ხო იმის შესახებ, რაინდი როგორ გადმოუგდია ცხენიდან, ურტყავდნენ ნახევარი საათი და ვერაფერს ვერ უშრობოდნენ, ეს გათიშული იყო. მე წამოდგა და დაერია და ყველა მოკლა. ანუ ეს აღჭურვილობა თავისთავად და ანუ იმისი შესაძლებლობა, რომ ეს აღჭურვილობა ჰქონოდა და ცხენი. ანუ კავალერია. ეს რაინდები ხო ჩვენთან ძირითადად კავალერიასთან ასოცირდება და ფეოდალიზმის ერთ-ერთი ატრიბუტიკაც არის კავალერია, ხო? რაინდი კავალერი ესა ცხენის გარეშე არ არსებობს. შესაბამისად, აი ეს აღჭურვილობა, ეს სისტემები, ეს იარაღები, რომლებიც ამათ ჰქონდათ, აძლევდა მათ იმის საშუალებას, რომ წინააღმდეგობა გლეხების ძალიან მარტივად დაეძლიათ. და კიდე მეორე მომენტიც არის. მაგალითად იგივე შიმშილობები. ანუ როგორც ვიცით, ამ პერიოდში ძალიან დიდი რაოდენობით შიმშილობები ხდებოდა. მაგალითად იგივე მე-11 საუკუნეში, მოკლედ საფრანგეთის მაგალითზე რო ავიღოთ, თლიან საფრანგეთში დაახლოებით 26 წლის განმავლობაში, ნუ ზოგჯერ 1-2 წელი გადაებმეოდა, მაგრამ ჯამში მე-11 საუკუნეში 26 წელი იყო შიმშილობის. ერთ საუკუნეში 26 წელი იყო შიმშილობა. ეხლა როგორ წარმოგიდგენი, აი ამ ეპოქაში გლეხი, რომელიც აი ამ მიწაზე მუშაობს, ჯერ გადარჩენილი იყო, ან ისეთი ძალა ჰქონოდა მას წინააღმდეგობის გაწევის უნარი, რომ აი ამ დაპირისპირებოდა ამ ფეოდალურ მასას. ეს ხორცს ნაკლებად ჭამდა, იქნებოდა უფრო გამხდარი. ეგ პრინციპში ბევრი წერს ამით შესახებ. და ავადმყოფები დასუსტებული. შეგივე შავი ჭირები და რაღაცები რაც ვცელდებოდა ეპიდემიები, ზუსტად ეს იყო. შიმშილობის შედეგად დასუსტებული ორგანიზმი ვეღარ უმკლავდებოდა ამ დაავადებებს და უფრო მარტივად კვდებოდა, ხო? ფეოდალის ესე იგი მარტო აღჭურვა კი არა, ის კარგად იკვებებოდა იმ მომენტი იყო და უფრო ჯამრთელი. უფრო ჯამრთელი იყო, მთელი ცხოვრება აი ამ საბრძოლო საქმის გარდა არაფერს არ აკეთებდა. მის ერთადერთი დანიშნული იყო ომი. აი აქ ერთი რაღაცაა საინტერესო, რომ აი გასაგებია, ეს არის რომ სამ პირობითად ეგეთ რაინდს შეუძლია რამოდენიმე სოფლის მოსახლეობა, რომს აჯანყდეს, დაამარცხოს. უბრალოდ ვერაფერს ვერ უზავდნენ აი ეს 200, 300, 400 კაცი ვერაფერს ვერ უზავდა აი ამ სამ რაინდს. იმიტომ უბრალოდ მის აბჯარს ვერ გახრედნენ, იმიტომ მაგას მას ჭირდებოდა სპეციალური ხმალი, სპეციალური შეიარაღება და ასე შემდეგ. მაგრამ აქ ერთი მომენტია, რატომ ძიმდება ფეოდალიზმი იმ დროს, როდესაც შემოდის ძეგლსასრული იარაღი. აი მე საუბრობ მე-15, მე-16, მე-17 საუკუნე, როდესაც პატრონყმობიდან გადავდივართ პატრონყმობაზე. ხო, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ჩვენ გამოსაყოფი გვაქვს ევროპის რომელ ნაწილზე საუბრობთ. ანუ ფეოდალიზმის მთელი არსი რაშია. ანუ მთავარი საკუთრება არის მიწა, მიწის მფლობელობა და ამ მიწაზე დასაქმებული გლეხი. მაგრამ იგივე საფრანგეთს თუ ავიღებთ, რა ხდება ჩვენ რას ხედავთ საფრანგეთში უკვე მე-14 საუკუნიდან, რომ აი ამ გლობალური დათბობის შედეგად უკვე ნელ-ნელა უფრო მეტი წარმოება დაიწყეს, მეტი საჭმელია, ხო? ხალხი უფრო გამრავლდა, გლეხები გამრავლდნენ და მიწის მფლობელებმა დაიწყეს რენტებად გადაცემა მიწის. და რაც უფრო მეტი გლეხია, სამუშაო ძალა მეტია და შესაბამისად უკვე მიწის მფლობელს აქვს იმის ფუფუნება აირჩიოს, რომელი გლეხი დაასაქმოს თავის მიწაზე. და ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით თავისუფალი გლეხები ყავს. ანუ აღარავინ აღარ უზღუდავს საფრანგეთში გლეხს, რომ თავისუფლად გადაადგილდეს ერთი ადგილიდან მეორეზე და დატოვოს ის მიწა, იმიტომ რომ საკმარისი რაოდენობით გლეხი არსებობს, რომელიც იმუშავებს მიწაზე.
და აი ამ დროს იზრდება საქალაქო მოსახლეობა და იგივე ჟაკერია რომელიც ახსენე შენ ზუსტად ამის შედეგია რომ ჟაკერია რა არის ქალაქის გლეხების აჯანყებაა და პარიზის აჯანყებაცაა ხო ანუ ქალაქში ყოფი ღატაკები ასე ვთქვათ დამსული ხალხი და შესაბამისად ანუ ბატონყმობა შეიძლება ითქვას რომ საფრანგეთში უკვე გაუქმებულია ამ დროს ანუ დარჩენილია მიწის ფლობელების ფორმა ანუ როგორც ასეთ მიწაზე მიმაგრებული გლეხი არ არსებობს გლეხი თავისუფალია სადაც გინდა იქ წადი უბრალოდ მიწა არ აქვს და მიწის ფლობელობა არის ფეოდალის და აი საფრანგეთის რევოლუცია ზუსტად ამის წინააღმდეგ იყო მიმართული რომ მიწის ფლობელობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო და მიწა ჩამოართვეს ფეოდალებს თორე ბატონყმობა რეალურად გაუქმებული იყო მაგრამ აი რუსეთში რას ხედავთ და რატომ ძიმდება რომ არის დიდი მიწა მაგრამ ცოტა ხალხი და იმისთვის რომ შენ როგორც ფეოდალმა იარსებო რა გჭირდება რომ მიწაზე უნდა ყავდეს ხალხი და ხალხი რა თუ ცოტა ყავს იძულების ფორმები უფრო მკაცრი გაქვს მათ აიძულებ რომ იქ იყვნენ ამაგრებ მიწაზე არაძლევ საშუალებას რო გადაადგილდნენ არაძლევ საშუალებას ხო სხვაგან წავიდნენ და აი ზუსტად ამიტომ ძიმდება ანუ ადამიანთა ნაკლები რაოდენობა იწევს იმას რომ ბატონყმობა უფრო და უფრო რთული ხდება არაძლევნებას რო წავიდნენ არაძლევნებას რო წავიდნენ იმიტომ სამუშაო ძალა გჭირდება საქართველოს რო შევეხოთ საქართველოში ეს პროცესი იმიტომ არ მოხდა, რომ გლეხი გადაიქცა სავაჭრო პროდუქტად. ამ შემთხვევაში მონათავაჭრობაზეა საუბარი. ანუ იმის მაგივრად რომ ეს გაჩენილიყო ესე იგი მოსახლეობის დიდი ნაწილი რომელიც წავიდოდა ქალაქად, ჭარბი მოსახლეობა არ იქნებოდა. ეს ჭარბი მოსახლეობა მიდიოდა არა ქალაქად, არამედ მას ყიდნენ ბაზარზე. ეს ერთი, ეს დასავლეთ საქართველოში ხდებოდა და აღმოსავლეთ საქართველოში, რომელებიც ომებით იფიტებოდა, საჭირო გახდა სხვა ტერიტორიიდან, ამ შემთხვევაში ოსების ჩამოსახლება ხარში, სომხების თბილისში და გორში და საქალაქო ტერიტორიებზე. აი აქ ესეთი მომენტია, ანუ მაინც ბაზარმა განსაზღვრა ფეოდალიზმის ტიპები. ანუ რო არ ყოლოდა ჩვენ მეზობლად ოსმალეთი და ყოფილიყავს მაგალითად ცოტა სხვა სამეზობლოში, სადაც ესეთი ადამიანთა ვაჭრობა არ იქნებოდა, ჩვენთანაც შეიძლება ეს ჭარბი მოსახლეობა ყოფილიყო და ევროპული განვითარების გზაზე წასულიყავით. ისე ეგ საინტერესოა, ანუ დასავლეთ საქართველოს მაგალითი, ანუ მტყვეთას ყიდვაზე არსებობს ესეთი ნეგატიური დამოკიდებულება, ხო, მაგრამ დღევანდელობიდან გამომდინარე ზოგჯერ რო გადახედავ ხოლმე და დაფიქრდები, ანუ იმ სოციალური სტრუქტურის ფარგლებში, რომელიც მაშინ არსებობდა, ფიქრობ ადამიანი რა ჯობდა, ყოფილიყავი გლეხი, რომელიც არის მიწაზე მიმაგრებული და არანაირი პერსპექტივა არ აქვს, თუ გაეყიდეთ იქ სადღაც სტამბოლის ბაზარზე, წასულიყავი ეგვიპტეში და საკუთარი თავის იმედზე, ანუ სოციალური კიბე ისეთი მამლუქი, რომელიც მართავდა ეგვიპტეს. ხო, ეგვიპტეს. ანუ სოციალური კიბე არსებობდა ყოველ შემთხვევაში, ან შანსი იმისი, რომ რაღაცას მიაღწევდი. აქ შანსი არ ქონდა. აქ დაიბადებდი გლეხად და მოკვდებოდი გლეხად. ანუ ან სამეგრელოს ჭაობებში გიკმენ ეს სანოფელისი და მოკვდებოდიან ცხელებით. რომელი ჯობდა და იქნებ ეს გარკვეულწილად ანუ დადებით მოვლენა არ არია და ვერც იქნება ხო მაგრამ ანუ იმ დროინდელი გადმოსახედიდან ჩვენ გვხვდება ძალიან ბევრი ჩანაწერი ხო როგორ ყიდნენ არა მარტო ფეოდალები არამედ თვითონ გლეხები ოჯახის წევრებიც კი ყიდნენ და თვლიდნენ და ძალიან ბევრი ამართლებდა კიდეც ამას იმით რომ ის იქ უკეთეს მომავალს ხედავდა თავისი შვილისთვის ვიდრე აქ რაღაცნაირად შეამბრუნებლად თანამედროვეობასაც გავსი. ხო, როცა შენოდესაც მიდიხარ, მექსიკაში რომ მიდიან და იქ რაღაცა ძალიან დიდი დაბკოლებების ხარჯზე და თავგადასავლების გავლით მიდიან ამერიკაში. ხო. მაგრამ აქ კიდე ერთი ისეთი მომენტია ფეოდალიზმში, რაც ესე იგი აი რატომ ფეოდალიზმი მოდი 19 საუკუნემდე იარსება, ხო? კი. შეიძლება მე-20 საუკუნეში კონკრეტული რომელიღა სახელმწიფო ძალიან იგი აღმოსავლურ სახელმწიფოებში შეიძლება თქვა იაპონია მაგალითად ან რაღაცა ესეთი, მაგრამ მაინც ხშირ შემთხვევაში აი სამხედრო ისტორიის თუ მივიდგებით ფეოდალიზმის ერთ-ერთ დასასრულად მიიჩნევა ეს артиლერიის შექმნა, მაგრამ სიამოვნებაში მგონი სწორი არ არის ეს მიდგომა, ხო? იმიტომ რომ артиლერიამ მოახდინა ის რომ მიწაზე რო ხარ და გაქვს შენი სასახლე კოშკი და მთელი ეს კომპლექსი, თავდაცვითი კომპლექსი, ხო? როდესაც ხარ მაგალითად ბურგუნდიის გრაფი, როდესაც ხარ, ხო? ну მარტივია, როდესაც მოდის артиლერიის ჯარი, მეფის ამ სისტემას ძალიან განაგრძობს. მანამდე უწევდი. აი, მე ყოველთვის მიკვირდა, რატომ ვერ მოახერხა თუნდაც საქართველოში ერეკლემ
ის რაც მოახერხა საფრანგეთში ლუდოვიკო მე-16 მაგალითად. მე-14 მოფლესურით. ცენტრალიზაცია, იმიტომ რომ იერარქია არსებობს რეალურად, იმისთვის რომ ეს ჩაკეტილი ფეოდალი ის გააკეთო, რა ქვია. ნუ ყოველ შემთხვევაში ვერ ჩაიკეტება ისე როგორც ჩაიკეტებოდა ეს მაგალითად იმ პერიოდში, როდესაც არ იყო ეს. ანუ ამ შემთხვევაშიც, მეტიც ერთ იმას დავამატებთ, რეალურად ჩვენ და ფეოდალიზმის გაღრმავება დაიწყო მაშინ, როდესაც ცეცხლსასროლი იერარქი გაჩნდა. ხო, აი მე-15 საუკუნიდან, როდესაც დაიშალა საქართველო. მან იცი თავარი რა არის, ალბათ, აი იგივე დაშლის მომენტი რაც თქვი, მაგ დროს საფრანგეთი პირიქით ერთიანდება და ცენტრალიზებული ხდება. მეფის ძალაუფლება რეალურად რაზე დგას? შენ მოდი უტრირებ, მაგრამ იერარქი რო ვიღაცას დააკავებინო, გჭირდება ხალხი ვისაც დააკავებინებ. და გჭირდება ფულადი რესურსი, რომ ეს იერარქი შექმნა. ანუ საფრანგეთის გაერთიანება, ანუ ცენტრალიზება როგორ ხდება, რომ მეფის ხელში გადადის უფრო და უფრო მეტი დომენი. ქორწინებებით, დაპყრობებით, დაშინებებით, ვიღაცებისთვის ქონების ჩამორთმევით, მაგრამ მეფის ხელში უფრო და უფრო მეტი დომენი მოდის. ანუ საბატონო მიწა, რომელიდანაც მეფე პირდაპირ იღებს გადასახადებს და პირდაპირ ძლიერდება და მეტი ფული აქვს და მეტი შესაძლებლობები. საქართველოს შემთხვევაში ეგ არ გქონდა. ნუ საფრანგეთის შემთხვევაში ის მომენტიც იყო, რომ სამეფო კარი შეიქმნა იმის ხარჯზე, რომ ცალკე ფეოდალები ვეღარ ახერხებდნენ საკუთარ გლეხებთა აჯანყების დამოუკიდებლად ჩახშობას. დაჭირდა ცენტრალური ხელისუფლება. საქართველოში არ იყო ესეთი რა. საქართველოში ეგეთ რაღაც ყოველ შემთხვევაში წყაროებში ნაკლებად გვხვდება. როგორ ჯანყდებიან და როგორ იბრძვიან ამათ წინააღმდეგ. შეიძლება რაღაც თემურლენგის შემოსევების შედეგიც იყო ის, რომ ჯერ განადგურდა თბილისი, რომელიც ეკონომიკური ცენტრი იყო მეფის და პრინციპში თბილისის განადგურების შემდეგ, როდესაც სხვადასხვა წყაროთი ხომ არის 20-დან 40,000-მდე ვაჭარი წავიდა თბილისიდან, ხო, ამის შემდეგ. ეხლა წარმოიდგინეთ ეს ვაჭარი უკვე შუა საუკუნეებში რა ფენომენია, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ფენომენი. დარჩა მეფე ქალაქის გარეშე რეალურად. ეს რაც იყო თემურლენგის შემდეგ თბილისის პრინციპში აღარ იყო ის იმ ხელა დანიშნულებით, რაც იქამდე იყო. რეალურად ხომ იწის ფლობელობა და მიწაზე დასაქმებული გლეხი არ იძლევა ისეთი რაოდენობის შემოსავალს, რომ შენ რაღაცა ძირეული ცვლილებები განახორციელო ან ძლიერი ცენტრალიზებული ჯარი შექმნა. ახლა იგივე ერეკლეს იმისთვის, რომ რაღაცა ევროპულთან მიახლოებული რეგულარული ჯარი ხოლო და მოიფიქრა ეს მორიგე ჯარი, ხო? მაგრამ ეს მორიგე ჯარიც არ არის რაღაცა ერეკლეს ნოუ-ჰაუ, ეს არის უფრო სპარსული მოდელია აღებული, რომელიცაც ქართული ელემენტები ჩაურთო თავისი, მაგრამ ესეთ ფენომენი უკვე არსებობდა იგივე სპარსეთშიც. ანუ ეს არ არის ახალი. მაგრამ მას დასჭირდა ესეთი რაღაცის მოფიქრება. რომ ხოლო და რეგულარული ჯარი. იმიტომ რომ ადამიანი რომელმაც საკუთარი თავი თვითონ უნდა შეიარაღოს იმ პერიოდში. ან ფეოდალმა უზრუნველყოს მისი ერთი თვითსატვირთო ყოფნა. ნუ ჯერზე არ უზრუნველყოფდა, იმიტომ რომ არავის არ აწყობდა მაშინ ცენტრალური ხელისუფლება. მე მეორე ის რომ ვინ აიარაღებს საკუთარ თავს ევროპაში. ევროპაში საკუთარ თავს აიარაღებს ის მოქალაქე, რომელიც დაინტერესებულია საკუთარი ქალაქის უსაფრთხოებით, ერთი და მეორე პოლიტიკური როლი, რომელიც ეზრდება და ჩვენ შემთხვევაში ესეთი მომენტები შეიძლება არ ყოფილიყო. ანუ იქ მთავარი ევროპაში ერთ-ერთი რაც იყო ეს საქალაქო ცხოვრება და ქალაქის როლის გაზრდა. და მეფეები სხვათა შორის აი ამ ქალაქებს იყენებდნენ ზუსტად ფეოდალების წინააღმდეგ დაპირისპირებაში. და ეს იყო ერთ-ერთი ანუ მეფის ერთ-ერთი დასაყრდენი იყო ზუსტად ქალაქი და ქალაქის მოსახლეობა ფეოდალთან ურთიერთობაში. ევროპაში ყოველ შემთხვევაში და საქართველოში ეგეთი რაღაცა არ არსებობს პირიქით, აქ საქალაქო ცხოვრება თუნდაც იგივე თემურლენგის შემოსევების მერე ისეთივე აღარ არის, როგორც მანამდე იყო, ხო? და ისეთი გავლენები და ხო, მოიშალა. პრინციპში აი ისაც რო ავიღოთ ჩვენ მაგალითად ის პერიოდი, როდესაც იწყება საქართველოს აღორძინება, ხო? ამ პერიოდში პრინციპში აი ჯერ საინტერესო შესწავლად ის რომ მაინც ეს სავაჭრო ცენტრები ბიზანტიურია. ტრაპიზონიდან შეგირდო, გეყიდა მოქირავი ჯარი და ქონოდა მთელი რიგი ურთიერთობა. არა მარტო ტრაპიზონიდან, გენუასთან ქონდა, რომელიც ფლობდა ყირიმს, ხო, მაშინ. და მეტლაკებად, ანუ ევროპასთან ვაჭრობის ელემენტები და განვითარებულ სამყაროსთან ვაჭრობის ელემენტები, მით უმეტეს საბანკო სისტემასთან, იმიტომ რომ გენუას ჩვენ საიდან ვიცით ეს გენოური წყაროები რა არის, ეს წმინდა გიორგის
გეორგიოს ბანკის მონაცემები. ანუ წმინდა გეორგის ბანკი იყო ყირიმში. ანუ შენ გქონდა საფინანსო ინსტიტუტებთან შეხება. ეს აბსოლუტურად გაქრა მოგვიანებით პერიოდში. ეს საინტერესოა ახდენ როგორ საფინანსო პოლიტიკას აწარმოებდნენ. მონღოლების დროს არის ბევრი წყაროები იმის შესახებ, რომ ქართული ფეოდალები რატომ მიდიოდნენ მონღოლებთან საომრად. ხშირ შემთხვევაში თვითნებურად. ეს არ იყო მაინც დაძალება. ჩვენ სახელმწიფოში ხშირად წერია, რომ აიძულებდნენ. არა, ვალში ვარდებოდნენ ვაჭრებთან, იყო ეს შემთხვევა და ომი იყო იმ საშუალება, დაპყრობითი ომი იყო ეს საშუალება, როდესაც შენ, ესე იგი, შეგიძლია ქონების მოპოვება და ამიტომ იყო რომ ქართული ჯარისკაცები, მეომრები ავანგარდში იყვნენ მონღოლურ ჯარში. იმიტომ რომ მეწინავეებს უფრო მეტი ერგებათ ნადავლიდან ვიდრე უკან დგომებს. და მაგიტომაც იყო ეს წესად აქვს ქართულებს მოწინავეობა. იმიტომ რომ მეც იღებ. იმიტომ რომ როცა შენი ეკონომიკა არ უზრუნველყოფს შენს მოთხოვნილებებს სხვანაირად, შენ იძულებული ხარ გააკეთო ის, რისთვისაც გზიდნენ და იზრდებოდი, ხო? და ამ შემთხვევაში ფეოდალური საზოგადოება ზუსტად ეს არის, მეომარი საზოგადოება. ეს ქართველებიც მეომარ ქვეყანად ითვლებოდა. ნუ ამას კიდე დამატებითი ელემენტებიც აქვს ის, რომ ქართველები მძიმე მხედრობა იყო და ამას უკვე ეს მონღოლების თავის ტაქტიკას იყენებდნენ. ეხლა მონღოლების ინტერესიც რა იყო? ანუ გარდა იმისა, რომ ეს ადამიანური რესურსი სჭირდებოდა, ასევე ის ტაქტიკური ელემენტი, რომლებსაც ქართველებიც თავაზობდნენ მათ, ხო? და შესაბამისად ბრაინდული ელემენტი. შესაბამისად ამ ნაწილსაც იყენებდნენ ძალიან ინტენსიურად და ძალიან კარგად. იგივე სპარსეთშიც რატომ მიდიოდნენ ქართველები? იქ არ ყავდათ ძირითადად ეს რაინდული ელემენტი, მძიმე კავალერია, კავკასიელები ქართველებისგან. და თავარი არის ზუსტად ეს, ანუ იმპერია, რასაც აძლევს. ანუ ჩვენ შემთხვევაში როცა საუბრობთ ხოლმე ამ ქართულ ფეოდალებზე, იგივე ლიპარიტ ბაღვაშზე, რომლებსაც სურთ, რომ იყვნენ არიან იმპერიის მხარეს. ანუ რატო არიან ესენი იმპერიის მხარეს? რა არის მათი ინტერესი? შემოსავალი, რომელსაც იმპერია აძლევს. და პენსიები, ხელფასები და ის მომავალი და ის შემოსავლის წყარო, ბრძოლები, ომები, დაცულობა და ომები. ანუ გამუდმებული ომები, იმიტომ იმპერია არის მუდმივი ომები, ხო, მუდმივი ლაშქრობები, მუდმივი ნადავლი და აი ამ ნადავლზე როცა ცხოვრობ, აუცილებელი ელემენტია ის, რომ შენ იყო არა იმ ქვეყანაში, რომელიც თავს იცავს და მუდმივად თავდაცვის რეჟიმშია, არამედ იმ ქვეყნის ნაწილად მოიაზრო თავი, რომელიც ექსპანსიონისტურ პოლიტიკას ატარებს, ხო? ესე საინტერესოა, ესე იგი არის ეგეთი თეორია, რომ ევროპამ ამ შემთხვევაში აი შიდა ფეოდალური რაღაცნაირად გადაადგილება სისტემური ცვლილება მოახდინა იმით, რომ ეს ძალა, რომელიც მუდამ ომზე იყო ორიენტირებული, გაუშვა ჯვაროსნულ ლაშქრობებს. ანუ ევროპისგან შორს გაუშვა ეს ძალა. საქართველოში აქ იყვნენ ძირითადად და თუ ვინმე მიდიოდა, ისევ იმპერიის, რომელიმე იმპერიის ჯარში მიდიოდა. რამდენად სწორია ეს თეორია, რომ ესე იგი ევროპა კაპიტალებზე იმდომ გადავიდა, რომ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ეს ფეოდალები დესტრუქციული ძალა, ხო? რომელიც საკუთარ ქვეყანას ჭამს საბოლოო ჯამში, შეიძლება გადაესროლა ახლო აღმოსავლეთში. ხო, მაგრამ აქ ჯვაროსნულ ლაშქრობებს მოყვა 100 წლიანი ომიც, ხო? ანუ მაინც მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა დიდი რაოდენობით ზედანა ფენა წავიდა, მაინც შედგა ეს 100 წლიანი ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის. მაგრამ აი მაგალითად იგივე ვარდების ომს თუ დავუკვირდებით ინგლისში. რა მოხდა ვარდების ომის დროს? ამ ელიტამ ერთმანეთი ამოხოცა და მერე წამოვიდა ეს ჯენდრი და განსხვავებული არისტოკრატიული ფენა, ხო? ასე რომ რაღაცა გარკვეული საფუძვლები ამისი არის ის, რომ ანუ შეიძლება არა ჯვაროსნულ ლაშქრობასთან დაკავშირებით, მაგრამ აი ამ ფენის მოსპობა, იგივე მე შენ ახსენე ლუდოვიკო მე-14, ხო? და საფრანგეთის რევოლუცია შემდგომში. რატო ვერ იყო ისეთი ქმედუნარიანი ფეოდალური ნაწილი საფრანგეთისა, რომ დაპირისპირდებოდა რევოლუციას. იმიტომ რომ შეიძლება ითქვას ისინი დაიმპოტენტებულები იყვნენ ლუდოვიკო მე-14-ის მიერ, რომელსაც მათ ვერსალი აუშენა, დაუნიშნა პენსიები, ესენი აღარ იყვნენ მეომრული ფენა, აღარაფერზე აღარ გამოთქვამდნენ პრეტენზიებს, იყვნენ ესე უკვე მივიღეთ ფეოდალიზმის ის სახე, რომელიც ბავშვობაში წარმოგედგინა სასახლეები, წვეულებები, გართობა, ბოჰემური ცხოვრება და აღარანაირი მეომრობა. ნუ ამ შემთხვევაში პარალელის გავლება რომაელებთანაც შეიძლება, ხო? ანუ საწყის რესპუბლიკური რომაელები, რომელთა გმირებიც ვინ არიან,
გლადიატორები. ანუ ძალიან ბევრი რომაელი იყო, რომელიც გლადიატორთა რიგებში ეწერებოდა, ხო, იგივე კომოდუსი გადიოდა პირადად და გლადიატორებთან ისე ბრძოლობდა. გლადიატორთა თამაშებში მონაწილეობდა და მათი მისაბაძები ესენი იყვნენ გლადიატორები, მაგრამ შემდგომი პერიოდის რომი, რომელიც ბოჰემაშია ჩაძირული, ხო და აღარ უნდა არც ომი, არც ბრძოლა, აღარაფერი აღარ აინტერესებს გართობის გარდა და თავის საკეთებს ვისაკეთებინებს დაქირავებულ გერმანელებს, რომლებიც მერე მოუბრუნდნენ და დაამხეს თელი სისტემა და იგივე ამ გერმანელებს რა უნდათ რომისგან ნახო რომის დამხობა რეალურად მათ უნდათ კონტრაქტის შესრულება. კონტრაქტის შესრულება ეს ერთი, ანუ ის ფედერატობის საფუძველზე რომ მიიღე, გადამიხადნენ რასაც ჩემპიონატი და მეორე, უნდათ მიიღონ ის სიკეთე, რასაც აძლევდა მათ რომი და რასაც თავაზობდა რომი. ანუ მე რომი მინდა, იმიტომ რომ ის კარგია, მე რომის დამხობა არ მინდა. როცა ვარ ბარბაროსი. მე პირიქით, ანუ იგივე ის ლიმესები, იმიტომ შეიქმნა რომ ეს მიგრაციული ნაკადები შეერებინათ ძალიან ბევრი გერმანელი მოდის რომში რომ იცხოვროს რომში, იმიტომ რომ რომში კარგია ცხოვრება. ყველას უნდა კარგად ცხოვრება. მათ არ უნდათ ამ კარგად ცხოვრების წყარო და არ გადამაგდო ეგ საკითხი იყო. ამიტომ იყო რომ რეალურად იმპერია ხო გაუქმებულა ეს ისტორიკოსების ჩანართია რომ იმპერია დაეცა. ხო, თორე შუა საუკუნეებში ესე იგი მიცეს ის იმპერატორის ტიტული აღმოსავლეთ რომის იმპერიის იმპერატორს. და თავი გამოაცხადეს ქვეშევრდომად რეალურად. გადაგვიხადე ფული, შენ გადაგვიხადე ფული. და ჩვენ ვაბრძოლებთ რომ 476 წელს დასავლეთ რომის იმპერია დაეცა, მაგრამ იმ დროს ვინც მოღვაწეობდა, არავის არ აღუქვია რომ რომის იმპერია დაეცა. რომის იმპერია სულ არსებობდა 1453 წლამდე აქეთ იყო მეორე რომი და იქით რომის ახთო იმპერია, ხო? 1804 წლამდე. ხო, სანამ ნაპოლეონმა არ გაუქმა. რეალურად რომი როგორც ასეთი არსად არ გამქრალა და ის ხალხი რომელიც ცხოვრობდა შუა საუკუნეებში ისინი თვლიდნენ რომ რომი გრძელდებოდა და რომი მუდმივი და მარადიული იყო. უბრალოდ იმპერიული ცენტრების გადატანა ხდებოდა, ხო? შენ უწოდებთ იმას, რა ქვია, ბიზანტიას თორე ისინი საკუთარ თავს ლათინებს უწოდებდნენ მეორე რომი. და მეორე რომანს უწოდებდნენ. რომანია იყო ჩვეულებრივ, ხო? და ასევე ისიც ბნელი შუა საუკუნეები არავინ არ თვლიდა მაშინ რომ რაღაცა განსაკუთრებულ სიბნელეში ცხოვრობდნენ და აღარ არსებობდა ის რომაული კულტურა. პირიქით ისინი თვლიდნენ რომ ყველაფერი გრძელდებოდა და ისე თვლიდნენ ამას რომ იგივე ვერც კი ხვდებოდნენ როგორ დაამახინჯეს ლათინური, ხო? ხო, ვულგარული ლათინური. ვულგარული ლათინური. ამ ვულგარული ლათინურისგან შეიქმნეს ფრანგული. ფრანგული. პროვანსული. ხო, და ანუ ეს რომაული გადასვლა ისე განხორციელდა, რომ ეს ხალხი ვერც მიხვდა რომ რომი აღარ არსებობდა, იმიტომ რომ რომი სულ არსებობდა მათ წარმოდგენაში. მაგრამ დღეს როცა ვუყურებთ დღევანდელი გადასახედიდან, ამიტომ ვამბობთ რომ იყო ბნელი შუა საუკუნეები, იმიტომ რომ აღარ არსებობს, ვადარებს, აღარ არსებობს ის, რაც არსებობდა მანამდე, აღარ არსებობს სახელმწიფო, რომელიც ახდენდა რაღაცების რეგულირებას, რომელიც ქმნიდა დოვლათს. იმიტომაც არის მაგალითად შუა საუკუნეებში მცირე არმიების ეპოქა რო. ანუ რომი იყო სახელმწიფო, რომელსაც შეეძლო ერთდროულად რამდენიმე ასეული ათასი ლეგიონერი შეენახა. და უზრუნველყო ისინი ხელფასებით, იარაღით, პენსიით, მომარაგებით, კვებით, რამდენი წლიანი 25 წლიანი იყო, ხო, ლეგიონერი. ყველა უბრალოსობა 25 წელი არ იყო. ხო, ფორმალურად, მაგრამ ამის რესურსი ჰქონდა რომს და სხვათა შორის თელი საგადასახადო სისტემაც ამას ემსახურებოდა, რომ შეენახათ ეს ლეგიონერები. მაგრამ შუა საუკუნეებში რა ვხედავთ, როცა მოშლილია მონეტარული სისტემა, როცა ოქრო არ არსებობს, როცა შენ რეგულარული ჯარები ვერ აყავს, რას აკეთებ? გილდიები, კორპორაციები, ან ეს ფეოდალები, რომლებიც თვითონვე უზრუნველყოფენ თავიანთ თავს შეერაღებით, ამიტომაც ეს ხალხი ცოტაა. თუ რომს ჰანიბალის წინააღმდეგ შეეძლო 80,000 კაცის გამოყვანა ერთი ბრძოლისთვის. შუა საუკუნეებში ესეთი რაღაცები აღარ ხდება, ხო? შუა საუკუნეებში ეს დიდი ჯარი ესაა 5,000. 5,000 და 20,000 ითვლებოდა და ანუ ჩვენ თუ დავხედავთ ბიზანტიურ სტრატეგოსებს და ჩანაწერებს ფოკასის და ლეონის 25,000 თუ 15,000 დაახლოებით 15-25,000 ჯარისკაცი ეს საკმარისია კარგი შეტევითი კამპანიის წარმოებისთვის. და ანუ ქრება ეს არმიები, დიდი არმიების ეპოქა თავდება შუა საუკუნეებში. იმიტომ რომ ჯერ ერთი განსხვავება კიდე შემოდის კავალერია. ანუ რომში ჩვენ ძირითადად ყავს ქვეითები და ამ ქვეითების უზრუნველსაყოფად ყოველ 5 კაცზე თუ 10 კაცზე ერთი ვირი ყავდათ, ხო? რომელსაც ეს კარავი გადაჰქონდა და ეს მარიოსის რეფორმით თვითონვე ამ რომაელებს თვითონვე უზრუნველყოფდნენ, თვითონ დაჰქონდათ, მაგრამ ერთი ვირი მაინც ჭირდებათ. მაგრამ აქ კავალერიის შემთხვევაში უკვე
ჩვენ ყავს ერთი ცხენი, ორი ცხენი, აი ეს ცხენოსნების რაოდენობა წკრივში გადაადგილება ძალიან რთულია, უფრო დიდ მანძილს მოითხოვს, ამიტომაც თუ ერთი ლეგიონი დაახლოებით 7,000-8,000 კაცამდე ითვლიდა თავის ლოჯისტიკიანად, 7,000 5,000 მეომარი შუა საუკუნეებში უფრო დიდი კოლონაა და უფრო დიდი ბანაკია ვიდრე მანამდე. მე ცხენს თავის კვება უნდა, იქ საჭმელი წყალი ან ხომ არის ჩანაწერი რომ დავის მოუკვდა ცხენი. რამდენიმე ცხენი გამოიცვალა. იძულებული იყო სხვა ცხენზე დავიდა. ხო, ანუ ეგ ერთ მეომარს მიყვებოდა რამდენიმე ცხენი. ანუ კავალერიის, ანუ თან კიდე ამ გადაადგილებისას იღლები გჭირდება კიდე ერთი ცხენი იმისთვის რომ მეორე ცხენზე გადაჭრა. საბრძოლო ცხენი იყო, გადასაადგილებელი ცხენი იყო. ყველას არ ქონდა ამის ფუფუნება, მაგრამ ვისაც ქონდა, ის უფრო წარმატებული იყო, ხო? და ზუსტად ეს არის მთელი შუა საუკუნეები, მცირე არმიები. და ამიტომაც არის რომ მე უფრო დიდ აქცენტს აკეთებენ შეიარაღებაზე, რაც შეიძლება კარგად შეჯავშინილი უნდა იყოს, რომ ნაკლები ზარალი განიცადოს. მე თვითონ კოდექსიც ყალიბდება, ხო, ეს მეომრული. არბალეტი ვისაც უჭირავს, ცოტა მოგვიანებით არბალეტი ჩდება ევროპაში, აქამდე ჩინეთში რა თქმა უნდა არსებობდა. ხელებს აჭრიდნენ, ტყვეებს. კანონიც კი იყო მიღებული, ხო? და ესე იგი ითვლებოდა ესეთი არაკეთილშობილი. ისე მშვილდოსნობა იმაშიც კი ოდის ილიადაშიც კი არაკეთილშობილურია, როდესაც პარისი შვილდით ებრძვის აქილევს. ანუ ეს შუა საუკუნეების ეპოქაშიც ის არის, გადმოსული ამ სახით, რომ შორიდან მეომარი არ არის ისეთი პატიოსნად მეომარი და ამიტომ ეს ბოლოსკენ ვიდივართ. ამიტომ იყო ის რომ რეალურად ევროპული სამხედრო საქმე ერთი მხრივ რაღაც მხრივ თავისებურებები ჰქონდა, მაგრამ მეორე მხრივ იმდენად ხელოვნურად გარკვეულწილად მოახდინა, ესე ვთქვათ, უარყოფითი ევოლუცია რაღაცა მხრივ. იმიტომ რომ იმ დროს, როდესაც ოსმალეთის იმპერიაში სულ სხვა ტიპის ჯარები ვითარდებოდა და ნახეთ ხო, რამდენიმე ესე იგი სულთნის შემთხვევაში ბაიეზიდი იქნებოდა თუ სხვები, ჯვაროსნული ლაშქრობები დაამარცხა, კოალიციები დაამარცხა, ხო? ამ დროს რა ხდება? რომ ითვლება სარაინდო ესე იგი ჯარის კარგ ჯარად, სარაინდო ჯარი მარცხდება ფლანდრიაში, მარცხდება შვეიცარიელების წინააღმდეგ, 100-იან ომში ჩანს რომ სუბუქი ინგლისელი შვილდოსნები ჯობნიან ამ ძიმეთ აღჭურვილ ჯარს. ანუ ხორეზმელები კიდე ცალკე ის არის. ხორეზმელები პრინციპში ძიმე ჯარი ითვლებოდა აღმოსავლეთისთვის, მაინც თავის პილოებით და ასე შემდეგ. მაგრამ აქ თავარი მომენტი რა არის, რომ ესე იგი ეს ნეგატიური ევოლუციამ გამოიწვია ის, რომ პრინციპში მე-14 საუკუნემდე განვითარებული ძლიერი ქვეითები ევროპელებს არ ყავდათ. მე შემოდის უკვე ეს შვეიცარიული დაქირავებულები, რომლებიც ამ დიდი შუბებით და რაღაცა დისციპლინით გამოირჩევა. საქართველოში რაღაცა მსგავსი ხდება. მეტილად კი. მაგრამ ჩვენთან მაინც უფრო ეს ფეოდალური კავალერია. ხო არის, ჩვენთან როდესაც წარმოვიდგენთ გმირ ესეთი მეომარს, ვერ წარმოვიდგენთ, ნაკლებად წარმოვიდგენთ არაცხენოსანს, ხო? იმ დროს, როდესაც მაგალითად შვეიცარიაში პირიქით ეს იყო ძლიერი ისა და ოსმალეთის პირიქით ჰქონდა ეს ოსმალეთის დასაყრდენი რა თქმა უნდა კავალერიაც იყო, მაგრამ მას ყავდა ძლიერი ქვეითთა ჯარი. ხო. მაგრამ მაინც ეს არის ის პერიოდი, როცა კავალერია ძალიან დიდ როლს თამაშობს, სანამ არ შემოდის ეს ცეცხლი. ნუ ცეცხლსროლი იარაღის შემოსვლასთან ერთად კი იკლებს კავალერიის როლი და ბოლო მაინც უკვე ნაპოლეონი იყო თავისი საბოლოო ჯამში. თავისი კავალერია იყო რატომ ელიტარული, მაგრამ წამყვანი აღარ. ვატერლოოს ბრძოლაში დამტკიცდა ეს, როცა ნეის კავალერია უძლური იყო იმ კარაების წინააღმდეგ, ხო? აი იგივე ნაპოლეონის კამპანიას ეგვიპტეში, როცა კარაებს ვერაფერი ვერ უქნეს მამლუქებმა. ერთ-ერთი საუკეთესო კავალერია იყო. ნუ განსხვავება კი იყო ის, რომ ეს სუბუქი იყო და იქით ფრანგული კავალერია ძიმე კავალერია ყავდა ნაპოლეონს და მას აქტიურად იყენებდა და კარგიც კი იყო, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში კავალერიის როლი ამ დროიდან უკვე ეცემა. ეს სოციალური საკითხი ხო არ იყო, რომ არ უნდათ ამ ქვეითი ჯარის განვითარება ნიშნა სოციალურ რეფორმას, იმიტომ რომ
ქვეითი შეიძლება იყოს არაფეოდალის გლეხიც და ამიტომ ხელს უშლი გლეხებს რომ სამხედრო საქმეში ჩაერთონ, ამიტომ ტოვებ მარტო კავალერიას, რაც იწვევს იმას, რომ კი რაღაც ეტაპზე შენზე შეიძლება წარმატებული ომი არ წარმოო აღმოსავლეთში, მაგრამ ჯვაროსნული ლაშქრობები საბოლოოდ დამარცხდა. კი. ნუ ჩვენ გვაქვს ესეთი ისინიც ისტორიული ეპიზოდები და ფაქტები, როცა კავალერია ქვეითების წინააღმდეგ მარცხდება იგივე შოტლანდიაში, ხო? როცა უძლური არიან, მაგრამ მაინც მთავარი პატერნი ეგ იყო, ანუ ის უფრო აი ეს სულის მოხალისეები იყო, ეს იყო ის რაც მოგვიანებით შვეიცარიული გვარდიის სახით შეიქმნა, რომელმაც პრინციპში აჩვენა, ფლანდრიელებმაც აჩვენეს გრძელი შუბებით და ალიბარდებით, ესე ვთქვათ, კავალერიის დამარცხება შეიძლება. ხო, ისე ეგ ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდი არის იტალიური ომები, როდესაც ერთ-ერთ ბრძოლაში ეს გერმანელი მოქირავნეები და შვეიცარიელი მოქირავნეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს რაღაცა ჩუმი ბრძოლა იყო, როდესაც ეს შუბებით შეარაღებული ორი ქვეითთა მასა ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდა და ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლად ითვლება ეგ ისტორიაში იტალიური ომების, მაგრამ ანუ მთავარი მაინც არის რა, რომ კავალერიის შენახვა არის ძვირი. იმიტომ რომ ცალკე ცხენია, ცალკე აღჭურულობა ამ ცხენს მოვლა უნდა, შეიძლება ფეხი მოიტეხოს, ცხენს საშენები გჭირდება. ქვეითი უფრო ადვილი შესანახია. ანუ საფრანგეთის რევოლუციის მერე როცა ეს მასიურად დაიწყო სავალდებულო სამსახურში გაწევა ამ ხალხის, ხო? ვისი შენახვა უფრო მარტივია, ქვეითი მუშკეტერის, ასე ვთქვათ, ნუ მაგდროს მუშკეტერები არ არიან, მაგრამ მუშკეტით შაშხანით შეიარაღებული ფეხოსნების თუ კავალერიის, რომელიც ელიტარულ ნაწილად ითვლება, ხო? ქვეითების, ამიტომ როცა რაც უფრო მასიური ხდება ომი, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება ომში, მით უფრო ხდება ომის ასტიკი. და ეს საზოგადოება უფრო მეტად დემოკრატიული ესე ვთქვათ. კი, იმიტომ რომ უფრო მეტად არის ჩართული და ამისთვის მე უკვე ცვლილებებსაც აკეთებ, ხო? იგივე თელი საზოგადოებრივი წყობილება იცვლება, ანუ რაც უფრო მასიური ხდება ომი და რაც უფრო მეტი ადამიანი გჭირდება ომში, შენ რას აკეთებ? ანუ ცვლი სახელმწიფოებრივი მოწყობის სისტემას, სკოლებში ასწავლი ისტორიას, ასწავლი ლიტერატურას, ასწავლი ბიოლოგიას, ისტორია ხდება ერთ-ერთი მთავარი მეცნიერება, იმიტომ რომ ისტორია არის მეცნიერება ადამიანების შესახებ, ხო? და შენ ანუ სამშობლოს შესახებ მე ისტორია დგება, ანუ როგორც მეცნიერება სახელმწიფო სამსახურში და მას უკვე სხვადასხვა ნარატივები საქმნევინებენ, სხვადასხვა ალტერნატიული ისტორიები იქმნება იმისთვის, რომ მოსახლეობაში გააღვევოს პატრიოტიზმი, იმიტომ რომ შენ გჭირდება ეს ხალხი ჯარში. იმიტომ რომ ჯარი მასიურია. შენ თუ სახელმწიფოს არ აქვს იმის რესურსი, რომ ბევრი ადამიანი გაიწვიოს ჯარში, მას ემუქრება წაგება. ბრძოლის ველზე, ხო და ის ვერასდროს ვერ გახდება ძლიერი ძალა. იწყება ესე ვთქვათ ახალი ეპოქის პერიოდი, როდესაც ფეოდალიზმიდან გადავდივართ უკვე რაღაც სხვა სისტემებზე. ხო, როდესაც ანუ ის მიწის ფლობელობის სისტემა იცვლება, როცა მთავარი უკვე ის კი არ არის, ვინ ფლობს მიწას. მთავარი უკვე ის არის, ვის შეუძლია უფრო მეტი დოვლათის წარმოება და დოვლათის, რომელიც მხოლოდ მიწაზე არ არის დამყარებული, ანუ ეს კორპორაციები, როცა იქმნება, იგივე საფრანგეთში ხო ეს პატარა მანუფაქტურები, ფაბრიკები, ინგლისური ეს რევოლუცია რაც მოხდა ინგლისში. კომპანიებს ამბობ, ესე ხო ოსტინდოეთის კომპანია და ისინი. პრინციპში ეს ოსტინდოეთის კომპანია აქამდე იყო. მანუფაქტურებიც აქამდე იყო, ფლანდრიულ მანუფაქტურებს რომ უპირისპირდებოდნენ. ესა პრინციპში ხშირ შემთხვევაში უწოდებენ ადრინდელი ახალი ეპოქას, რაღაც გარდამავალი პერიოდი, ანუ კაპიტალიზმის წინარე პერიოდი. ხო, და კიდე დამახასიათებელი რაც არის, რომ მანამდე მაგალითად ომები რის გამოც იმართებოდა, შეიცვალა, ანუ იგივე 100 წლიანი ომი რეალურად რის გამო დაიწყო, კი არსებობს ძალიან ბევრი მოსაზრება, რომ ეს იყო ეკონომიკური, რომ იქ ფლანდრიის საკითხი და შემდეგ და მაგრამ თუ უფრო კარგად დავაკვირდებით, რეალურად ეს იყო სუფთა მემკვიდრეობითი, ანუ სუფთა ფეოდალური დაპირისპირება იყო, როცა ერთი ქვეყნის მონარქი ამბობდა, რომ ტახტი იქ მას ეკუთვნოდა. ანუ პრინციპში ორივე ფეოდალური სისტემა ერთი ფრანგული იყო და ჩვენ უწოდებთ. კი ბატონო, და ინგლისში ტახტის მემკვიდრე, მეფე განაცხადა პრეტენზია მას მემკვიდრეობით ეკუთვნის საფრანგეთი. აი ზუსტად ამის გამო დაიწყო. ეს იყო სუფთა ფეოდალური ომი. მაგრამ შემდგომში უკვე მაგალითად იგივე
ინგლისის ომი ჰოლანდიის წინააღმდეგ. რის გამო არის? როცა უკვე ინგლისელებმა აუკრძალეს ანუ გამოსცეს კანონი, რომლის თანახმადაც ინგლისში თუ იმას უნდა პროდუქციის შეტანა, უნდა შეეტანა იმ გემებით, რომელშიც წარმოებოდა ესა თუ ის პროდუქტი. ანუ ჰოლანდიელები მანამდე იყვნენ გადამზიდავები და ეხლა შენ თუ საქართველოსიდან გინდა შეიტანო ინგლისში პროდუქცია, შეიტან არა ჰოლანდიური გემით, არამედ ქართული გემით უნდა შეიტანო. ანუ სუფთა ეკონომიკური მიზეზებით ხდება უკვე დაპირისპირება, როცა მანამდე ის იყო ფეოდალური საქმის გარჩევები, ასე ვთქვათ. როცა ერთი ფეოდალი მეორე ფეოდალს ებრძვის მიწის ფლობელობის გამო, მემკვიდრეობის გამო, სხვანაირი, ანუ სხვა ხასიათის ომები არ არსებობდა. ანუ შენ თუ ერთ ფეოდალს თუ უნდა და ომი გამოეცხადება მეორის წინააღმდეგ, უნდა ყოფილიყო ეს მემკვიდრეობითობის პრინციპი. უბრალოდ ესე შენთან უფრო მეტი ხორბალი მოდის და ამიტომ მე უნდა დაგიპყრო ეგეთ რაღაცა არ არსებობს ფაქტობრივად. იმიტომ რომ იმ სისტემაშიც კი აუცილებელი იყო ეს სამართლებრივი ლეგიტიმაცია, რატომ და ეს იყო სამემკვიდრეო. ანუ ეკონომიკური ლეგიტიმაციას ვერ აძლევდი, მაგრამ ინგლისმა შეეძლო ეს. რომ ეკონომიკური ლეგიტიმაცია მისცა ამას. იგივე ანუ ესპანეთიც რატო იბრძვის ფლანდრიაში? იმიტომ რომ ეს მის ფლობელობა, ანუ ესპანეთის მეფეს ერგო მისი მემკვიდრეობა იყო. ეს და არ უნდა თავისი მემკვიდრეობის დათმობა, ხო? ანუ ეს მემკვიდრეობითი ომები არსებობდა ამ შემთხვევაში და იგი იყო ფეოდალიზმისთვის დამახასიათებელი. ალბათ ხა უკვე ეს ფორმატი ჩვენი გადაცემის აღარ გვაძლევს, იმიტომ რომ ამოიწურა დროც. ამ შემდეგში საინტერესო იქნება ის საკითხი, როგორ ხდება ანუ ეს ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმში გადადა, აი პირველი პერიოდები რა, ეს ყოველთვის ვინტერესდება აი ამ პერიოდით და აქ პრინციპში აი ეს მემკვიდრეობითობის საკითხი ჩანაცვლება რაღაცა სხვა საკითხებით, ეს ხდება ძალიან ადრე, ჯერ კიდევ ფეოდალიზმის პერიოდში. იგივე ნიდერლანდების რევოლუციის ერთ-ერთი მაგალითია მაგის, ხო? და ზოგადად ომის ხასიათი აბსოლუტურად იცვლების, გენოციდური ხასიათიც ჰქონდა მაგ ნიდერლანდების რევოლუციას. და ალბათ მაგ დროს იქმნება უკვე ერის სახელმწიფოები და ერების ჩამოყალიბება, იმიტომ ფეოდალურ საზოგადოებაში ერი ჩვენ ვერ დავარქმევთ ერის დღევანდელი გაგება რაც გვაქვს, ის გაგება ფეოდალურ სახელმწიფოში არ არსებობს, ხო? იქ ვიღაცა იყო აკვიტანელი, ვიღაცა იყო კახელი, ვიღაცა იყო ქართლელი, იმერელი, მაგრამ ეს ერთიანი გაგებები არ არსებობს და ამ ერთიან გაგებას სჭირდება რა? რომ ეს ყველა რეგიონი ეკონომიკურად იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. ის სიტყვაზე იმერელს, რომელიც მოდის კახეთში, იცოდეს რატომ მოდის ეს ეკონომიკური აღმოსავლეთში უფრო ალბათ რელიგიური ფაქტორი აერთიანებდა ვიდრე ეკონომიკური ხშირ შემთხვევაში. და ცოტა სხვანაირი იყო. აი ევროპაში ზუსტად ესე იყო. კი ბატონო. კარგით, სამწუხაროდ ამოწურეთ, რომ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თუ გაინტერესებს ზუსტად ესეთი საკითხები, ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ისტორიაზე საუბრები. მადლობა ყურადღებისთვის.